მთელი თბილისი ის ადგილი და არა ძველი თბილისისა და რაღაცა სპეციფიური ადგილებისა ეს ყოველთვის გამონაკლისია. ჩვენ გვინდა იყოს თბილისი არა ხრუშოვკების ქალაქი, არამედ ცათამბჯენების პარკში ჩამდგარი ცათამბჯენების ქალაქი, რომ გადახედავ მეორე კორპუსი რაღაც შორს რომ მოჩანს, მეორე ცათამბჯენის შუაში რომ პარკი გაქვს, ამას გაკეთებული. ჩვენ ეს გვინდა. ყოველთვის როცა ცათამბჯენს საუბრობ, ეს ადამიანებს არ მოწონთ, იმიტომ რომ ყოველთვის წარმოიდგენენ რომ სხვა ცხოვრობს ცათამბჯენში. თვითონ კი არ ცხოვრობს, სხვა ცხოვრობს. ჩვენ რაღაცნაირად გვინდა რომ აი ხრუშოვკაში ვინ ცხოვრობს, იმას ცათამბჯენში იცხოვროს. ჩვენის კი არ გვინდა რომ ხეები არ იყოს. პირიქით, ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტი გამწვანება იყოს. კარგია მზიურის პარკი, ფანტასტიკურია. ანუ წარმოიდგინეთ, შენ თუ ხრუშოვკების ნაცვლად ცათამბჯენების პროექტს იწყებ, გამოდის რომ ყველა ცათამბჯენი პარკში იქნება. შინაარსობრივ. გინ თავისუფლდება ხო იმ ხელა ტერიტორია? წარმოიდგინეთ, რომ დასავლეთში რაც მოგწონს არის ის, რომ ის ხალხი პარკში ცხოვრობს. თბილისი პარკად რო აქციო და პარკში ცხოვრო, ამისთვის საჭიროა რომ სიმაღლეში წახვიდე. ისწავლო კარგი სახლების აშენება. ასათიანზე ხო მშვენიერი ის გაკეთა პროექტი 3 მაღალსართულიანი სახლი აშენა და სულ სიმწვანე სულ შენარჩუნდა იქ. მე მინდა რომ თბილისი იყოს საცხოვრებლად ყველაზე კარგი ქალაქი, იმიტომ რომ თბილისში ვცხოვრობ. აქ მუშაობ. და ბევრი რამე არ მომწონს საცხოვრებლად. ანუ მე არ ავირჩევდი საცხოვრებლად თბილისს. სხვა არჩევანი რო გქონდეს, იმ საქმიდან გამომდინარე, რასაც შენ აკეთებ, იმ ქვეყნიდან გამომდინარე, სადაც შენ ცხოვრობ, დაიბადე, გაიზარდე და გევასება, აქავრობა, იმ ხალხიდან გამომდინარე, ანუ რამდენი სამყაროში უფრო ლამაზი ქალაქი არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია რომ ლამაზი ქალაქი გქონდეს. მე მართლა მინდა რომ ამიერკავკასიის ეროვნული ეკონომიკური ცენტრი ეს იყოს, თბილისი იყოს. შენ თუ არა სათანადო პირობებით, რეპრესიებით, ბიუროკრატიით, ჯარიმებით არა გამჭვირვალობით ეს შეიძლება თქვა არა იქნება არ ვიცი რა განოს მიიღებენ რას იზამენ ანუ არა პროგნოზირებადობით აი თითოეული ესეთი ნაბიჯი რა რასაც აკეთებ ეს ხო ინვესტორის მიმართ კეთილგანწყობის ნაბიჯი არ არის აი კიდევ ახალი დასაჯარიმებელი ორგანო შევქმენი ბიზნესმენებო თქვენთვის ამის ნაცვლად ჩვენ ხო რაღაცა სხვა უნდა შევთავაზოთ და ჩვენ რასაც გვთავაზობთ ხალხო არის აი ამ ყველაფრისგან გათავისუფლება ხრუშოვკებისგან გათავისუფლება აი უჰაერობისგან გათავისუფლება იმიტომ რომ მართლა პარკში მინდა კაცო ცხოვრება თბილისი ხო სასეირნო ქალაქი არ არის. შინარ ფეხით სასეირნო ქალაქი, რავი, რუსთაველიდან ვაკემდე თუ გაისეირნეთ, თორე თბილისი ბევრი სხვადასხვა მიზეზების გამო. თუ მინდა რომ თბილისი იყოს პარკების ქალაქი, ან ხრუშოვკების ქალაქი, ან პარკების, ორივეს ერთად ვერ გამოდის. მე ძალიან შორს ვარ რაღაცა ემოციურად ლიტონის სიტყვებისგან, რომ იძახე რომ მე ვგიჟდები თბილისის გათენება მიყვარს, დაღამვა მიყვარს ასე შემდეგ. ანუ არაფერს შეშერა, კარგი თბილისი მინდა უბრალოდ. ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას, ამ ქალაქში ვაპირებ დიდი ალბათობით სიბერის გატარებას და მინდა რომ კაი იყოს კაცო, კარგად გაისეირნო, რომ გიხაროდეს გასეირნება. ცათამბჯენები რო იყოს, რა პრობლემა არის? ხრუშოვკას არ ჯობია ცათამბჯენი და სამაგეროდ სივრცე მიიღო, სასუნთქი, სამოძრაო, მანქანით სასიარულო. თუ მართლა ამის გაკეთება გვინდა, ეს თავისით და სადღეგრძელობით არ მოვა. ამისთვის საჭიროა ძალიან კონკრეტული გეგმა.